რა არის და რაზეა დამოკიდებული აკნე. ყველას ქონია ოდესღაც გამონაყარი. ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. აკნე არის გამონაყარის მძიმე ფორმა, რომლის დროსაც კანში მდებარეობს მკვდარი უჯრედები და ასევე ბაქტერიები და რომლის დროსაც თუ არასწორად გავიკუნეთ თავი, მაშინ შეიძლება შრამები გაგვიჩნდეს. აკნე დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა ფაქტორზე. პირველი არის ჰორმონების ცვლილება. ჰორმონების, მაგალითად მამაკაცებში მოზარდობისას ტესტოსტერონის რაოდენობის ცვლილება გავლენას იქონიებს აკნეს განვითარებაზე და ქალებში ეს ხდება ორსულობის პერიოდში ან მენოპაუზის დროს. მეორე ფაქტორი, მეორე არის ცხიმოვანი ჯირკვის გააქტიურება, რაც იწვევს რომ უფრო გაღიზიანდეს კანი. მესამე მოდის დაუბანლობა, ანუ ამ დროს სისუფთავეს ოდესაც არ ვიცავთ, ბაქტერიები უფრო ვითარდება და უფრო ვრცელდება ჩვენს კანში, რაც იწვევს ანთებით პროცესებს. მეოთხე მოდის სტრესი. სტრესის დროს კორტიზოლის რაოდენობა რადიკალურად იზრდება, რაც იწვევს რომ ცხიმოვანი ჯირკვალი უფრო გააქტიურდეს. ამის შემდეგ მოდის გენეტიკა. გენეტიკას დიდი გავლენა გააჩნია აკნეზე, რადგან ამ დროს იგი განაპირობებს როგორც კანის გრძნობელობას, ასევე ცხიმოვანი ჯირკვლის აქტიურობას. ასევე მოდის მედიკამენტები. მძიმე მედიკამენტები, როგორიცაა ანაბოლური სტეროიდები, აღიზიანებენ კანს, რაც იწვევს რომ უფრო მეტი აკნე განვითარდეს. და ასევე მოდის კოსმეტიკა. კოსმეტიკა, არასწორი კოსმეტიკა განსაკუთრებით, რომელიც ალერგიული შეიძლება იყოს, ან რომელიც აღიზიანებს კანს, დიდ გავლენას იქონიებს აკნეს განვითარებაზე. თქვენ ალბათ დაფიქრებულ ხართ, თუ რა